სპეციაში მოხვედრილები შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ, თავს არ იდებენ, ჯერჯერობით სხდომა არ დასრულებულა, გრძელდება და ამ ისტორიულ პროცესს ესწრება მაგალითად გოგა ხაინდრავა, ქართული ოცნების პროპაგანდისტი, ის რამდენჯერმე გამოვიდა სამების საკათედრო ტაძრიდან, შენობა დატოვა, თუმცა ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჩვენი კითხვები ესმოდა, მან არ გვიპასუხა, რომელი ეპარქიის გადაწყვეტილებით ის მყოფება ის ისტორიულ პროცესზე პატრიარქის არჩევის დღეს, რომელმა ეპარქიამ მოიწვია განსაკუთრებული 8 წლისთვის, რადგან როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ამბობდა, ის ამ პრინციპით შეარჩევს სწორედ დელეგატებს, თუმცა საერო პირებს შორის ვნახეთ მაკა ასათიანის და ჩვენ არ მოგვისმენია ოფიციალური განმარტება, მაგალითად რომელი ეპარქიის მოწვევით იმყოფებიან ისინი აქ. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იყო გურამ ფალავანდიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ არც საპატიო სიაშია მოწვეული არ არის, არც მოწვეულია და არც დელეგატთა სიაში არ იმყოფება, უბრალოდ შემოიარა ამბობს ტაძარში, თუმცა ამბობს, რომ თავად თუ არა ლევან ვასაძე ნამდვილად უნდა ესწრებოდეს და ესწრება დღევანდელ შეკრებას პატრიარქის არჩევის დღეს და ამბობს, რომ ეს ნამდვილად დაიმსახურა, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე სასულიერო პირმა ჩვენ დაგვიდასტურა, რომ იყვნენ სიაში, პირველად სიაში, თუმცა შემდეგ გუშინ გვიან ღამით მიუვიდათ მათ შეტყობინება, რომ სია დაკორექტირდა, შეიცვალა და მათ უფლება აღარ ჰქონდათ, რომ დღევანდელ გაფართოებულ კრებას დასწრებოდნენ. ბატონო გოგა, რა სტატუსით იმყოფებით სამებაში? ბატონო გოგა, არ დაგვალაპარაკებით? რა სტატუსით იმყოფებით სამებაში? გუშინ მაგრამ მეუფე შეორდა. ერთი გამოაჩენს. ბევრი ერთმანეთს უკეთესი ეპისკოპოსი არსებობს სინოდში, მაგრამ პატრიარქმა გამოაჩინა მეუფე შეორდა ისთაც სოლიკრონება და მას გუშინ. დიდი ხანია ვიცი. ნარიყალაზე იყო წინამძღვარი, ჯერ კიდე მაშინ ლაპარაკობდა ხალხი, რომ შეიძლება უნდა პატრიარქს თავის შესულად. უბრალოდ ხო მოდის მრევლი თავის თავდესებოდ ეზოში როგორც მრევლი ისე მობრძანა. ხო ეზოში გასაჩერებლად. თუ იქნებოდა ატოვარ შევიდოდი, პატივია, მაგრამ მე პირად არ მიზრუნი არანაირ. ვასაძეს ეკლესიისთვის ძალიან გაკეთებული ძალიან ბევრი აქვს. რა ვიცი, ეკლესიები აშენებული. ხო, მაგრამ მარტო მეგობარი ბევრი ყავს, მაგრამ მარტო ვასაძეა, ხო, ვასაძეს ბევრი გაკეთებული ეკლესიისთვის, ერისთვის და ალბათ მაგითოდან, რა ვიცი, რა გითხრათ. რა პრინციპით შეარჩიეს დელეგატები, რა კრიტერიუმებით ისარგებლეს ეპარქიებმა, როდესაც საერო პირების შერჩევაზე მიდგა საქმე, ეს ვკითხეთ საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მან მცირე კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ ეს ეპარქიებმა გადაწყვიტეს, თუმცა კრიტერიუმებზე მათ აღარ უსაუბრია, ერთს გეტყვით, რომ რამდენიმე ეპარქიამ გაავრცელა საჯაროდ სოციალურ ქსელში იმ სასულიერო პირების თუ საერო პირების სახელი და გვარი, ვინც დღევანდელ გაფართოებულ კრებას უნდა დასწრებოდა. პირველი იყო სვანეთის და მესტიის მიტრო ეპარქია და ბოლოს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ გაასაჯაროვა სია, სხვა ეპარქიებს სოციალურ ქსელში მსგავსი შეტყობინება არ გავრცელებიათ. კრიტერიუმები საერო პირების შერჩევის როგორია? თვითონ შეარჩიეს მდელმთავრებელს. მაკა ასათიანი როგორ მოხდა? ლევან ვასაძე როგორ მოხდა დელეგატი? მაგალითად ისტორიულ პროცესს სამების საკათედრო ტაძარში ესწრება ლევან ვასაძე, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული. ის მოიაზრება მეუფე შიოს მეგობრად, საჯარო წყაროებში ასე იძებნება მასზე ინფორმაცია. აქ ესწრება, როგორც უკვე გითხარით, გოგა ხაინდრავა, ქართული ოცნების პროპაგანდისტი, რომელიც ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, იმყოფება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები, დავით
დავით გურგენიძე და ჯაბა სამუშია, ასევე იმყოფება მაკა ასათიანი, თუმცა არც ერთ მათგანს, როგორც გითხარით, არ დაუზუსტებია მაგალითად რამდენი არის როგორც დელეგატის სტატუსით მოწვეული და რამდენი არის საპატიო სტუმარი, რაც ვიცით უნივერსიტეტების რექტორებმა დაადასტურეს, რომ ისინი იმყოფებიან აქ როგორც დელეგატები, ასევე ლაშა პაპაშვილმა ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ დელეგატის სტატუსით იმყოფება, თუმცა სხვებს კონკრეტულად ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაუცია.